დიახ, და კვლავ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც სხვათა შორის აქტუალური იყო არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მის გარეთაც დეპუტატები დღეს ქადაგიძეს უსმენდნენ, უფლებადამცველების და არასამთავრობოების ნაწილი კი მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა. ქადაგიძის იმპიჩმენტის რამდენიმე მიზეზის შესახებ დღეს მაესტროსთანაც ისაუბრეს. ერთ-ერთი სწორედ ლარის გაუფასურების პროცესში დაგვიანებული ჩართვაა მისი მხრიდან. ოპოზიციის ნაწილს ინიციატორების მიზნები ეჭვებს უჩენს. ნინო არღულიანი არკვევდა რა შემთხვევაში დადგება ქადაგიძის პოსტიდან ვადამდე ადრე გაშვების საკითხი. ყოფილი პოლიტიკოსი და მოქმედი უფლებადამცველი გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ხორგვანი დავით უსუფაშვილს და კანონმდებლებს საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს. ვესაუბრე სახალხო ბანკის აქციონერებს, რომელთაც წაართვეს აქციები. ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ გაგრძელდეს პროცედურა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის მხრიდან ამ პროცესში. თითქმის იდენტური და დროში თანხვედრია ორგანიზაცია პოზიციის პოზიციაც. 4 თვის წინ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი ბანკირის იმპიჩმენტისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. 2009 წელს ეროვნული ბანკი ჩაერია 58 ჯერ ბაზართან მიმართებაში, ხოლო 2014 წელს 18 ჯერ ჩაერია, რაც საგრძნობლად ფაქტიურად განსხვავდება ჩარევების ციფრობრივი რაოდენობა. მოთხოვნების ადრესატი საკანონმდებლო ორგანოა, ეს კი კანონმდებელთა პოზიცია. თუგიმე ჩემი პოზიცია მექნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან მიმართებაში, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, რაც ავწონი თუ რა შედეგი შეიძლება ამას მოყვეს. ბოლო პერიოდში არასამთავრობოების აქტიურობა და პოზიციები აეჭვებს ოპოზიციას. კანონმდებელთა ნაწილი ამბობს, რომ ახალი ორგანიზაციები არ იქმნებიან, მათ კონკრეტული განწყობების შესაქმნელად მიზანმიმართულად ქმნიან. ეს ადამიანები ამ სხვის დაგეგმილ თამაში არასამთავრობოების სახით მონაწილეობენ, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება და ვისი წილი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. სწორედ ამის გარკვევა გვაინტერესებდა ობიექტურად თავისუფალ დემოკრატებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ვინ ქმნის, ბიძინა-ივანიშვილი ქმნის და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას მიხედოთ, ნაცვლად იმისა, რომ ამ მთავრობამ ივანიშვილის მეთაურობით იზრუნოს იმ და გამოსავლის გზები ეძიოს იმ ძიმე ეკონომიკური კრიზისს, რომელიც არსებობს, ცდილობენ პასუხისმგებლობა გადააკისროს სხვას. უფლებადამცველების, არასამთავრობოების და მათ შორის პოლიტიკოსების განცხადებებს გიორგი ქადაგიძე მოსმენის დაწყებამდე არ უპასუხა, თუმცა თავად კომიტეტის ფორმატში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პოლიტიზირების საფრთხე დაინახა. გულწრფელი რო იყო ფორმატი, როდესაც ეროვნული ბანკის მოსმენა ხდება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მე დიდად არ მომწონს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი მარტივი პროცედურა არ არის. საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ ორ შემთხვევაში დგება: კონსტიტუციის დარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შემთხვევაში.